ძლივს მოვახერხეთ. იმედია რამე არ გამოვტოვეთ. ჰეი, ლუზერებო. რა? არაფერი. მოკლედ, მომისმინეთ ყურადღებით. ენდის თქვენთვის კარგი ამბავი აქვს. უთხარი ენდი. შობლები შვებულებაში მიდიან და გადავწყვიტე წვეულება გავმართო სახლში და მთელი კამპუსი დავპატიჟო. წვეულება მაგარია. ჩვენ ვიცეკვებ, ეს არის ლორასთან დაახლოების შანსი. ენდის იმის თქმა უნდოდა, რომ წვეულებაზე ყველა ვერ წამოვა. მე მიყვარს წვეულებები. გუფი, იქ ყოველთვის ბევრი ლამაზი გოგოა, რომლებიც შეყვარებულების გარეშე მოდიან. მაგარია. ბიზნესმენი ძმა გიჩვენებთ, როგორ მოაწყოთ წვეულება. დილან, შენ ისეთი წვეულების მოყვარული ბიჭი ხარ? მე მამაჩემის ლამბორჯინის წამოყვანას ვაპირებ და ყველა თქვენგანს წაგიყვანთ. ჯანდაბა დილან. მე აუცილებლად გამოგყვები ცოლად. წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ არა ამაღამ. რა? კარგი ლუზერებო. თქვენ საერთოდ არ მოდიხართ ჩემს წვეულებაზე, რადგან მე არ გპატიჟებთ. სწორი გადაწყვეტილებაა, მეგობარო. მაგრამ რატომ? ჩვენც გვიყვარს წვეულება. ჩვენც ადამიანები ვართ. მომბეზრდა ეს ლუზერები, ყველგან ტრიალებენ. ლუზერები. ვიცი რატომაც არ გეპატიჟებიან. და რატომ გენიოსო? იმიტომ რომ მახინჯები ხართ. შენ თვითონ ხარ მახინჯი, სულელები. ლუზერებო, თქვენ მხოლოდ პრობლემები მოგაქვთ. დამტვრეული ჭურჭელი, ჩხუბი, ცარიელი კოკის ქილები, მთელ სახლში კამპუსში ყველა სვამს კოლას. მთელი კამპუსი სვამს კოკას. ბოლოს ჰალკმა მთლიანი კოლა ისე შთანთქა, რომ არავის გაუზიარა. ძუნწი. მოკლედ ლუზერებო, გოგოებმა თქვეს, რომ წვეულებაზე არ იქნებით, ასე რომ წვეულებაზე ვერ მოდიხართ. რა არის გაუგებარი? რა ხდება აქ? რატომ გამართეთ შეხვედრა და არ დაგვიძახეთ? დაგავიწყდათ? ჩვენს კამპუსში ვსწავლობთ. ჩოგბურთელებო, ჩემს სახლში წვეულებას ვაწყობ. მე ვეპატიჟები მთელს კამპუსს. მაგარია! გაიგეთ? წვეულებაზე მივდივარ. დიახ. თქვენს გარდა არ ხართ დაპატიჟებული. ჰეი, რა ჩანდაბა? ჩემი წვეულება, ვისაც მინდა იმას დავპატიჟებ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი მოსაწყენი სულელური წვეულება. ჩვენსას გავაკეთებთ და არც ერთს არ დაგპატიჟებთ და მერე ინანებთ. გაფრთხილება, წვეულებაზე მხოლოდ წყვილები შედიან. და თუ რამეა, ჩვენ დავიცავთ წესრიგს წვეულებაზე. არავინ გაბედოს წვეულების ჩაშლა. და თუ ცეკვის გაკვეთილები გჭირდებათ, გაჩუმდი რა. და ეწვეულებაზე თავიანთ კოკაკოლებში დაიხრჩონ სულელები. სიმართლე გითხრა, ძალიან მინდა იქ წასვლა. ცხოვრებაში არასდროს ყოფილვარ წვეულებაზე. ალბათ ძალიან მაგარი იქნება. რა? არც ერთი წვეულებაზე არ წახვალთ? თქვენ შეიძლება დაგავიწყდათ, რომ ჩვენ წინ გვაქვს კონკურსი და უნდა მოვემზადოთ. ყველა მიდის იქ და ჩვენ სულელებივით ჯოხების ქნება დავიწყოთ და მაინც არ შეგვიშვებენ იქ. ენდი და ლორა, როგორ მინდა ვცემო ისინი? ძალიან მძულს. მე ვიცი როგორ შევაღწიოთ იქ. როგორ? ფანჯრიდან უნდა გადავიპაროთ ჩუმად? არ არის საჭირო ფანჯრიდან გადაპარვა. მაშინ რა? ჩვენ დავუახლოვდებით ბიჭებს, ბენს და დენს. ვითომ მათი გოგონები ვართ. წვეულებაზე მხოლოდ წყვილები დაიშვებიან. მართლა მაგარი იდეაა. მოდი ვიპოვოთ ეს სულელები. ლორა, დღეს უნდა გავიპაროთ კლასიდან და წავიდეთ ახალი ლამაზი კაბების აყიდვად. გავიქცეთ, მაგრამ ამისთვის პრობლემები გვექმნება. წვეულებაზე ლუზერები ვიდგინ და მისვლა? არა,
არა, მაშინ დღეს საყიდლებზე მივდივართ. და რაც შეეხება მათემატიკას, მათემატიკა არ მაინტერესებს. მოგვიანებით გავარკვევთ. კარგი. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ წვეულებაზე ჰალკთან ერთად მოვიდე? ეს არ მაინტერესებს. ჰალკი ჩემი ყოფილია და მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მაქვს. კარგია, წავალ დაპატიჟებ. რას ფიქრობ, სტეფ? მილანა, წვეულებაზე ამით აპირებ წამოსვლას? ხო, როგორ მოგწონს? ვაუ, კოსტიუმი ძალიან ლამაზია და ძალიან კი ხდება. ხო, და შენ არ შემოდიხარ? არა, ხომ გაიგე რომ წვეულება მხოლოდ წყვილებისთვისაა. მე შეყვარებული არ მყავს. რა მოხდება ბუშტი რომ დაპატიჟო წვეულებაზე? ბუშტი ის მსუქანია, გარდა ამისა ის ლუზერია, მაგრამ ეს არის შანსი. ასე შეძლებ წვეულებაზე წასვლას. მაგარი იდეა. ბუშტი უნდა დავიყოლიო. გაქვს რამე იდეა? კევი გაქვს. ახლავე სადღაც მქონდა. აიღე. კარგია, მოდი ვიპოვოთ ეს ბუშტი. კიდევ 5 წუთი და დავიძინებ. მენდი, მიდიხარ წვეულებაზე? რა თქმა უნდა, მე ხომ კაპუცის ადმინისტრატორი ვარ. ენდიმ პირველმა დამპატიჟა. მეც წამოვალ, მე ვარ დაცვის თანამშრომელი და წვეულებაზე წესრიგს დავიცავ, ასე რომ არც ჩხუბი იქნება და არც არაფერი. არ მინდა გული გატკინო, მაგრამ არსად არ მოდიხარ. და რატომ მენდი? დაფიქრდი აბა? თუ წახვალ, ვინ დაიცავს კამპუსს და რვეულებს? მენდი, უნდა წავიდე. არა. დიახ? არა მეთქი. მე წავალ. მე გითხარი არა. კი. კეით, ახლა შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ. მაქს, ხომ მშვიდობაა? იმიტომ რომ შენს გამო ჩვენ თვითმფრინავმა გაგვასწრო, დამავიწყდა ქვაბის გამორთვა, დამავიწყდა მაკიაჟის ჩანთა, უთოს გათიშვა. და რა მოხდება მართლა რომ დამავიწყდეთ უთოს გამორთვა? სახლი რომ დაგვეწვას, ეგ გინდათ? ჩვენ გამოვტოვეთ მოგზაურობა მაიამიში შენს გამო, კეით, გაბრაზებული ვარ შენზე, არ მინდა შენი ნახვა. არც მე მინდა შენი ნახვა უაზრო ჟირაფო და სულელო. ახლა გული ამერევა. ღმერთო ჩემო. ბენს, გაჩერდი მეთქი, მომბეზრდა ეს. კარგი, ტირილის გარეშე. აბა ბიჭებო, სად ხარ წვეულებისთვის? მე ყოველთვის მზად ვარ წვეულებისთვის. ჰეი, ბეისბოლისტო, ჯოხით აპირებ წამოსვლას? რა თქმა უნდა, მე არასოდეს ვშორდები ჩემს პიტას. ჯანდაბა სააბაზანოშიც ერთად მიდიხართ? ხო, რა მოხდა? ტუალეტშიც კი. ეს არ მაწუხებს. საიდუმლოს გეტყვით, მე მასთან ერთად მძინავს, ჩახუტებული. შენ ისეთი უცნაური ხარ, ბეისბოლისტო. ბეისბოლისტის ჯოხით ძინავს? ხო, რა, მე მომწონს ჩემი ჯოხი. ფრთხილად. გამარჯობა ბიჭებო. არასწორ გასახდელში ხართ. ეს მამაკაცების გასახდელი ოთახია. დიახ, თუ დაგავიწყდათ სად არის თქვენი გასახდელი, მე შემიძლია გაჩვენოთ ის. ჩვენ სწორად მოვედით. ხო, თქვენ გეძებდით. ჩვენ? ხო, თქვენ ყველაზე მაგარი ბიჭები ხართ. ხო, ყველაზე მაგრები ვართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგწონხართ და გვინდა დაგპატიჟოთ ენდისა და ლორას წვეულებაზე. იმედია, ჯერ არც ერთი თქვენგანი არ არის დაკავებული. არა გოგოებო, ჯერ კიდევ არავინ მყავს. თუ რამეა, მე თანახმავარ წვეულებაზე ერთად წავიდეთ. მეც თანახმავარ. კარგი, მოკლედ შევთანხმდით. კამპუსის შემდეგ მე გამოგიგზავნით მისამართს. გოგოებო, წავიდეთ. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, გოგოებმა დაგვპატიჟეს. მაგარია. ჯანდაბა, ჩემი დღე არ არის. ბუშტო, ფრთხილად იყავი. ნუ ბიძგებ. ჩვენ უნდა მივიდეთ ამ წვეულებაზე.
ბუშტო, ხომ გითხრეს, რომ წვეულებაზე ლუზერებს არ პატიჟებენ? მერე რა, რომ ლუზერები ვართ, ჩვენც თინეიჯერები ვართ და გვჭირდება გართობა. ხო, ბუშტი მართალია. ბუშტი ნამდვილად მართალია, ჩვენც ადამიანები ვართ. ბუშტო, როგორ წახვალ წვეულებაზე თუ წვილი არ გყავს? მარტო წავალ. მე და პონკას ძალიან გაგვიმართლა. ჩვენ ერთად წავალთ, როგორც წვილი. ჰეი, სულელო, არასწორად გაიგერა მე? მე მიასთან ერთად წავალ. მია, ხომ წამოხვალ? გუფი არ ვიცი, უნდა ვიფიქრო. მოვიფიქრე. თანახმავარ. კარგი, შევთანხმდით. ჩვენიერია. ბუშტო, გონი თამარს გარეთ ხარ. ბუშტი მარტოა, ბუშტი მარტოა. კარგი ლუზერებო, წადით აქედან. ბუშტო, შენ დარჩი. და მოსმენა არ დავინახო აქ. ბუშტო, შენ ისეთი მშვენიერი ხარ და საყვარელი. რა ჯანდაბა? რა, გეუბნები რომ რბილი ხარ და საყვარელი. არანაირი მოსმენა მეთქი. ყოველ შემთხვევაში, ბუშტო, მომწონ ხარ. ვაუ, ღმერთო ჩემო, სტეფანის მოვწონ ვარ. ბუშტო, ეს შენთვისაა. ვიცი რომ კევები მოგწონს. კარგი ლუზერებო, ვინ არის აქ ახლა უფროსი? ახლა გოგო მყავს. სტეფ, წამოხვალ ჩემთან? კარგი, მე არ ვიცი ბუშტო, მოვიფიქრე. მე შენთან ერთად წამოვალ. მაშ ბუშტო, წვეულებაზე შევხვდებით. კოცნი. მეც კოცნი. ჯანდაბა, ახლა გული ამერევა. ბუშტო, მაგარი ბიჭი ხარ. ახლა ჩვენთან ერთად მოდიხარ წვეულებაზე. კარგად გამოგივიდა. გამარჯობა, ჰალკ. გამარჯობა, გოგონებო. ჰალკ, წვეულებაზე ვინმე ხომ არ დაგიპატიჟებია? ჯერ კიდევ ვფიქრობ, ვინ დავპატიჟო. მე ვფიქრობ, წვეულებაზე შენთან ერთად ან ბენსთან ერთად წავიდე. რა? ბენსთან ერთად? ის სულელია, ნუ წახვალ მასთან. ჩემთან ერთად წამოდი. კარგი, შენ უზარმაზარი კუნთები გაქვს. თუ მე შეურაც მყოფენ, შეგიძლია დამიცვახ. და იქ ვაპირებთ კოცნას წვეულებაზე? არ ვიცი, შეიძლება ვაკოცოთ, შეიძლება არა. ლორა, შეწყვიტე ჰალკთან ფლირტი. ახალი კაბები უნდა ავირჩიოთ და წვეულებისთვის მოვემზადოთ. ნახვამდის ჰალკ. ნახვამდის ლორა. მეგობრებო, მალე წვეულება გველის. თუ მოუთმენლად ელოდებით, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ყველას ნახვამდის!